ხერხემლის მალთაშორისი დისკის პროტრუზია. რა არის ეს? ეს არის მალთაშორისი დისკის რკალის ტრავმა. რა დროსაც მალთაშორისი დისკის პულპოზური გარსი ჯერ კიდევ არ არის გამოსული გარეთ. თორე, როდესაც ის გამოდის გარეთ, მაშინ ვითარდება უკვე თიაქარი. რა დროს ვითარდება მალთაშორისი დისკის პროტრუზია? აღნიშნული ვითარდება მაშინ, როდესაც პაციენტი დააზიანებს მალთაშორის დისკს ფიზიკური აქტივობით, სიმძიმეების აწევით, ტრავმით და ხერხემლის გადაძაბვით. სიმპტომები პირველ პერიოდში ახასიათებს ძლიერი ტკივილი წელისარეში, რომელიც არის დენისებური გადაცემით კიდურებისაკენ და მოძრაობის შეზღუდვა. ამ დროს პაციენტმა უნდა მოერდოს ყოველგვარი ფიზიკური აქტივობის ჩატარებას. მაქსიმალურად უნდა იყოს ფრთხილად დაახლოებით 1 თვის განმავლობაში. უნდა მიიღოს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ჩაიტაროს უნდა ფიზიოპროცედურები, ეს არის მაგნიტოთერაპია, ულტრაბგერა, ლაზეროთერაპია, ელექტროთერაპია და როდესაც მდგომარეობა გაუმჯობესდება და ტკივილები გაქრება, პაციენტმა უნდა დაიწყოს სამკურნალო ვარჯიში კვალიფიციური რეაბილიტოლოგის დახმარება.